მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები ბათუმის თეატრში. სასიამოვნოა, რომ დღევანდელ დღეს ქართული თეატრის დღეს ვნახეთ პრემიერა და ეს არის კლდიაშვილის პიესა „დარისპანის გასაჭირი“, რომელიც ძალიან თამამი გადაწყვეტა არის. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ გიორგი კაშია ახალგაზრდა რეჟისორია და ძალიან საინტერესო რეჟისორი გახდა. ეს არ არის მისი პირველი ინტერპრეტაცია კლდიაშვილის დრამატურგიის და უფრო მეტად მაინტერესებდა, რომ როგორ გადაწყვეტდა ის ამ პიესას. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მან დადგა მანამდე სამანიშვილის დედინაცვალი, ძალიან საინტერესო სპექტაკლი იყო და ეს მოლოდინი არ ესე იგი გამიწვილდა, იმიტომ რომ ნახე ძალიან თამამი გადაწყვეტა ბათუმის თეატრის სცენაზე, მოქმედება ხდება ფეხსაცმელების მაღაზიაში და ჩვენ ხედავთ, რომ ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი იყიდება დღეს და იყიდება და გაუფასურებულია. ყველაფერს არის ადამიანური ურთიერთობები. ყველაფერს ადამიანი უყურებს როგორც ნივთს და ეს ცუდი სიმპტომია ძალიან რასაკვირველია. ზნეობრივ ეთიკურ ნორმებს კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენ და მინდა ვთქვა, რომ თვითონ კლდიაშვილი ეს არის კლასიკა, რომელიც უძლებს საუკუნეებს დროს და დღევანდელი სპექტაკლი კიდევ ამის მანიშნებელი გახლავთ, რომ განუსაზღვრელი არის რა დროს ხდება მოქმედება. ნამდვილად არ არის ეს ძველი დრო, დღევანდელ დღეს ხდება, ყველაფერი რაც ხდება სცენაზე, რასაც ვხედავთ, ძალიან მტკივნეულია და ორგანულია ჩვენთვის და სპექტაკლი ჩაგვაფიქრებს. ეს არ არის ის, რომ აი ვიცინით და ეს არის ძალიან ისეთი კომიკური სიტუაცია. არა, ეს არის ტრაგიკომიკური ჟანრის ნაწარმოები და სწორედ აი ამ გრძნობათა ბუნებაში არის გადაწყვეტილი და მიხარია, რომ დასიც ასე საინტერესოდ ურთიერთობს, საინტერესოდ მუშაობს აი ამ გრძნობათა ბუნებაში, ამ ესთეტიკაში. და მე მინდა მიულოცო დასეს წარმატება და მინდა ვუსურვო შემდგომი წარმატებები დღეს მოვისმინე სამხატვრო ხელმძღვანელის გამოსვლა და მოხარული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში, უახლოეს თვეებში ძალიან ბევრი საინტერესო პრემიერა ელოდება ბათუმის თეატრს და ბათუმის მაყურებლებს.